კუროში მარსი მეგობრებო სუსტი მდებარეობა იდეაში ამ მარსისთვის, იმიტომ რომ კურო ეს არის ვენერას სამფლობელო, ეს არის დიპლომატია, მოთმინება, სიმშვიდე, ეს არის ბევრი დიდხანს დაფიქრება, სანამ მოქმედებას მოვახდენთ და კლასიკური ფორმულა არის, რომ შეიძლება ის იყოს ძალიან, აი მამაკაც თუ მარსი კურო ყავს, შეიძლება იყოს დაკომპლექსებული, რომ მე სადღაც სუსტი ვარ, მე სადღაც ვერ დავიცავ თავს, სადაც დასარტყმელია, მე შეიძლება იქ რაღაცა კეთილი სიტყვა ვთქვა და მეცადე დიპლომატიურად მოვაგვარო რაღაცები, ხო? და შესაბამისად ის მათ შეიძლება გქონდეთ განცდა, რომ მე ვიჩაგრები სადღაც მაგალითად, ხო მე სადღაც არ ვარ ისეთი ძლიერი, როგორც ხვები. ან პირიქით შეიძლება იყოს დაინახოს როგორც ძალა საკუთარ თავში, როგორც ამტანობის. კურო ძალიან ამტანი არის. ადრე ერთ ვიდეოში ვთქვი, მუჰამედ ალის ყავდა ეს მარსი კუროში. და როდესაც ბრძოლაში შედიოდა, აღმოაჩინა, რომ რამდენიც არ უნდა ერთხათ ის იტანდა ამ დარტყმებს და მერე იწყებდა ბრძოლას და ამითი იგებდა. ანუ რეალურად ამტანობით იგებდა ბრძოლებს და ის რა არის იცით, აი როცა ვამბობთ, რომ ეს არის სუსტი მდებარეობა ნიშნის, აი იმას თუ მოდესით გადავამუღამებთ, სად მუშაობს ეს ნიშანი, იქ უკვე თავდაჯერებულობა მოდის და სიძლიერე. ანუ სუსტი კი არ არის ნიშანში, უფრო ჩვენ გვიჭირს იმ ხარისხის აღმოჩენა, რაც ამ დროს დევს ჩვენში, ხო? და მერე ნენელა მოდის თავდაჯერებულობა, მარსი კურო ძალიან ამტანი არის, ძალიან დინჯი არის, მაგალითად ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სპორტი შეიძლება მათთვის იყოს იარაღის სროლა, იმიტომ რომ ზუსტად ეს მოთმინება, სიდინჯე, დაკორვებულობა აძლევს ამ მარსს გამოხატოს თავისი აგრესია და ძალიანაც განტვირთვას ახდენენ ხოლმე, როცა იარაღთან აქვს კაცებს განსაკუთრებით კავშირი ამ შემთხვევაში და ახდენენ სრულ განტვირთვას. ანუ როცა ენერგეტიკულად რაღაცნაირად განტვირთ, აი ვერძი თუ ეს არის, აი ბადის და კლასიკური ფორმულა არის სამხედროებს ჰქონდათ ხოლმე მამაკაცებს მარსი ვერძი, ან მარსი მორიელი, ხო, ესეთი მთავარი ესეთი დრაივი ენერგიები არის, მაგრამ მარსი კურო ნენელა ხვდება, რომ მისი ძლიერი მხარე ეს არის დიდი მოთმინება, დიდი ამტანობა, პრაგმატულობა და სხვათა შორის დიპლომატიურობა, იმიტომ რომ ესეთი მარსი არ დაიწყებს ეგრევე ჩხუბს. და ესეთი მარსი ცოტა ესე დიპლომატიურად ვენერას ღვთის დამახასიათებელი თვისებით ეცდება მოაგვაროს კონფლიქტები. ამიტომ უფრო დიპლომატიური კონფლიქტების მოგვარება არის, როცა მარსი ვერძე უნდა გაუშვა პირდაპირ კონფლიქტში.